საშელახსრულების დეპარტამენტი IDF-მა 2014 წლის ყველაზე დახურულ დაწესებულებად დაასახელა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის კი სერტიფიკატი შინაგან საქმეთა უწყებას გადაეცა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო დაჯილდოვდა. ანალოგიური სერტიფიკატები მიიღეს გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა IDF-ის კვლევის მიხედვით 2014 წელს ყველაზე მეტად მთავრობის ადმინისტრაციამ 23%-ით გააუმჯობესა. IDF-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხს 2010 წლიდან აფასებს. პროექტი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება. შარშანდელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესებული არის საჯარო დაწესებულებებში. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულყოფილად გაცემული ინფორმაციის მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული. ზოგადად კარგი ტენდენცია არის ის, რომ გამოიკვეთა დაახლოებით 30-ზე მეტი უწყება, რომელსაც 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. აქ იგულისხმება ყველა უწყება, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კარგი არის, რომ გამოიკვეთა წელს პირველად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, გაიმეორა შარშანდელი 100%-იანი მაჩვენებელი გარემოს დაცვის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, როგორც არის სახალხო დამცველის აპარატი და სხვები. რაც შეეხება უარეს ყველაზე ცუდად ვინც გასცემს საჯარო ინფორმაციას, ჩვენ ვაჯილდოვებთ ამ თვალსაზრისით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთანაც დღესაც გრძელდება ვადა თანამდებობის პირთა პრემიების არმოწოდების გამო. ტენდენცია იყო დაწესებულებათა გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ინფორმაციის მაქსიმალური მოწოდების და რეაგირების ინფორმაციის მოთხოვნაზე. სამწუხაროდ 2014-ში ეს ტენდენცია გარკვეულად შებრუნდა. არ არის ისეთივე მზაობა სამინისტროების და სხვა უწყებების მხრიდან ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აჩვენებს იმას, რომ ეს პროცესი შეუქცევადი არ არის. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წაახალისებს იმ უწყებებს, რომელიც მაქსიმალურად კანონის ზედმიწევნით გასცემენ საჯარო ინფორმაციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა სტრუქტურას ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევა არ არის, ყველა არის ვალდებული ზედმიწევნით დაიცვას კანონის მოთხოვნა, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. ანუ რაიმე განსაკუთრებული ხდება, იგივე ჩვენი უწყების მხრიდანაც მე ვფიქრობ, რომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ ზედმიწევნით შევასრულოთ კანონის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გარკვეული პროექტები იყოს ყველა უწყებისთვის, სამაგალითო, რომ ყველა უწყებას ჰქონდეს გარკვეული სტიმული, რომ მომავალში აუცილებლად გასცეს შესაბამისად საჯარო ინფორმაცია. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ნომინაციაში ლიდერად გასახელებენ. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამჭვირვალობას და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვადებში გავცეთ სრულყოფილად საჯარო ინფორმაცია, ვინაიდან ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს და ეს უნდა შესრულდეს.